გამარჯობათ. მოგესალმებით ყველას. დაგიბრუნდით მორიგი მაგარი ვიდეოთი. დღეს შემოგთავაზებთ ძალიან მაგარ და ძალიან ექსკლუზიურ მანქანას, რომელიც ძალიან იშვიათია. მე კიდე მიყვარს იშვიათი მანქანების და ექსკლუზიური მანქანების თქვენთვის ჩვენება. რაც თავარია, ჩვენი სპონსორია შელი სახლი, სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ და შეცვალოთ ნებისმიერი სითხე, რაც შეეხება ანტიფრიზ ზეთს და ასე შემდეგ. მიმართეთ, ყველაფერს მოგიგვარებენ ადგილზე ბიჭები. რაც შეეხება ჩვენ დღევანდელ ტესტ-დრაივის დღეს წარმოგიდგენთ Rolls-Royce Phantoms 2006 წლის V12 ისიქიდან ნევრებს მიშლის V12 6.75 მეასედი არის ძრავი, რომელიც ძალიან მაგარი ძრავია, N73 B78 კოდი არის ძრავი, რომელსაც აქვს 460 ცხენიზალა და 720 ნიუტონი აქვს ატმოსფერულ ძრავს. რამხელა ნიუტონი აქვს, ბევრ ტურბინას არ აქვს, მაგდენი ნიუტონი. რაც შეეხება ამის ზომებს, წონა არის 2600 კილო, თან ეს არის მოკლე ვერსია, არსებობს ამის გრძელი ვერსიაც, რომელიც არის ჯერ ეს რამხელა არის და მე ეს გრძელი ვერსია კიდე რამხელა იქნება. ძალიან გიგანტური მანქანა. რაც შეეხება ამის ზომებს, ესე იგი ამ მანქანის სიგრძე არის 5 და 83, სიგანე არის მეტრა და 99 და სიმაღლე არის მეტრა და 60. ამიტომ ძალიან დიდი მანქანაა, მაგრამ კიდევ გეტყვით, რომ ეს არის მოკლე ვერსია. ამის გრძელი ვერსიაც არსებობს, ის უფრო დიდი და უფრო გრანდიოზული არის. წონა კი გითხარით 2 და 600 არის. ამ მანქანით ხშირად მიწევს ხოლმე სიარული და ძალიან დიდი ემოცია აქვს. აი ძალიან მაგარი სატარებელი მანქანაა, ძალიან ჩუმი არის, რავი, სალონში არაფრის ხმა არ შემოდის. ხარისხი ხო ვაფშე საოცრება არის, ისეთი მაგარი ხარისხის ნაწილებით არის აწყობილი, გინდა ტყავი, გინდა ხე, გინდა პლასმასი, აი ყველაფერი საოცრება არის. უბრალოდ ამ მანქანით რო დადიხარ, ყველა გიყურებს როგორც ისე ძღოლი ხარ რა. დაქირავებული ძღოლი ხარ, ყველა ისე გიყურებს რულთან როზი ხარ რა. ერთ-ერთი მინუსი ამ მანქანის ეგ არის, ამ მანქანის უდეჯზე უკან. გადავიდეთ ახლა დეტალებზე, წუმა რაღაცეებზე, გარე ვიზუალზე, ნახოთ ყველამ ერთად. გრანდიოზული, უდიდესი ალუმინის რადიატორის დამცავი რეშოტა აქვს. ეს იღება, იკეტება, ესე. არ იღება, არ იღება, მოდიში. არ იღება. რესტაილინგის ფარები აყენია, ლედები, ცხვირი ძალიან ლამაზი აქვს, ძალიან გრანდიოზული ცხვირი აქვს, რომ შეხედავ რაღაცა დიდი ცხვირი აქვს. მანქანაში როზი ხარ და ატარებ, აი გემივით დიდი ცხვირი აქვს და ძალიან მაგარი სატარებელია. რაც შეეხება ამ ემბლემას, ეს ელექტრო აქვს, ამოდის ჩადის, გაჩვენებთ იგან კნოპკიდან ამოდის ჩადის. შეგვიძლია პულტიდანაც რო ჩავკეტავთ, გავაღებთ, აიწევა, ჩაიწევა. თუ არა და სალონიდანაც აგერ ეხლავე უყურეთ. აი აქ ღილაკებით შეგვიძლია, აი, ჩავწიოთ და ამოვწიოთ. აი, როგორ ლამაზად ადის ჩადის. რაც შეეხება დისკებს, გვაქვს 21-იანი, სადაწერია ზომა. 21-იანი 255-50. ძალიან დიდი საბურავი აყენია, ძალიან რაღაცა ის არ მიყვარს ეს დიდი საბურავი, მაგრამ ამ ხელა მანქანას ესეთ საბურავი ჭირდება, რომ რბილად იაროს. უკან გვაქვს 285-40-ზე 21-იანი დედალმამალი დისკები აყენია და ზამთრის საბურავები გვიყენია. ზამთარი გვიყენია. რაც შეეხება ამის კარებებს, ძალიან გრძელი მანქანაა. და აი გვერდანაც რო უყურებ, აი გრანდიოზული დიდი მანქანა არის, რაც მაგარია, ძალიან მაგარია, მაგრამ მომწონს ეს მანქანა რა. უკანა მხარეს რაც შეეხება ეს მანქანა, უკნიდან მე არ მომწონს, იმიტომ რომ წინიდან როგორიც რაღაცა ის გრანდიოზული ვიზუალი აქვს, დიდი მანქანის ვიდი აქვს, აი უკენა რო შეხედავ რაღაცა პატარა არის, რაღაცა კომპაქტივით არის. პატარა ტრაკი აქვს. წინ ცხვირიდან უფრო ლამაზია ვიდრე უკნიდან რა, ამის უკანა მხარე რაღაცნაირად პატარა ვიზუალს ქმნის. რაც თავარია, არ მithქვია, ეს მოდელი არის მე-7 სერიის ბაზაზეა თითქმის აწყობილი რა. ნუ S65, S66 სიმრო არის მე-7 სერია. იმის ყველაფერი უყენია, ძრავი, კარობკა, გადაცემათა, ყველაფერი, რაც კი რამე არსებობს, მე-7 სერია, ოღონდ Rolls-Royce-ის სხვა კუზაოზე არის რა. უბადროდ კუბატურა არის გაზდილი.
კუბატურაა გაზრდილი, ამოღებულია 12 ცილინდრიანი 6.0 სიმსოტის ძრავი და გადაჩარხულია და დიდი პორში შატუნები დევს და კუბატურაა გაზრდილი. დანარჩენი იგივეა. რაც შეეხება სავალ ნაწილს, სავალ ნაწილი თითქოს ვითომ ემთხვევა რაღაცები მე-7 სერიას, მაგრამ მაინც სხვა არის. კოდი სხვა აქვს და ვიზუალურად სხვა არის. ერთ შეხედვით ვითომ გავს, მაგრამ ბევრი რაღაცა მაინც Rolls-Royce-ს არის შექმნილი, რომ არ დააყენო მე-7 სერიის რა. რაღაც ულმან რაღაც შლანგები, რაღაცების სერვისი რაც ჭირდებოდა კილომეტრაჟის სერვისი რო ჩაუტარეთ, თითქოს იგივეა, მაგრამ რაღაც ულმანებში მაინც სხვაობა იყო და Rolls-Royce-ის ნაწილები შეკვეთა მოგვიწია და ისე დასერვისებ. აი ეს უკანა ხარი აქ, აი ეს რამხელა არის. ყველა მანქანას აქ ესე მოკლეები და რაღაც ამას ნახე რამხელა აქვს და აქ ბენზინის ჩასხმელი აუზი აქედან ისხმევა. საწვავი უკანაც შუშაც რაღაცა ვითომ პატარა აქვს, მაგრამ დიზაინში ლამაზად არის ეს საბარგულიც აი როგორ ადის, აი ეს შუშის ფორმას როგორ იღებს. ესეც მომწონს, უბრალოდ აი ეს უკანა მხარე არ მომწონს, იმიტომ რაღაცა პატარა მანქანის ვიზუალია. კარგა და წინიდან შეხედავ გრანდიოზული მანქანა არის. ეს ნიკელის აბლიცოვკა უკან Rolls-Royce-ის ზნაკით. საბუქსირე აქვს აქ. ეს მოიხსნება და საბუქსირე კრუჩოკი დგება. უნდა ათრიო მანქანები ამითი, იმხელა ნიუტონი და ისეთი ძრავი აქვს, რომ ათრევს რასაც გინდა. ეს დანარჩენი ვიზუალური ეფექტები, ეს ნიკელი და რაღაცეები საერთო ჯამში ძალიან ლამაზია და კარგად გამოიყურება. მოდი ახლა ავხადოთ საბარგული და ვნახოთ რა ხდება საბარგულში. ელექტროსაბარგული აქვს. ესეც მე-7 სერიის ბაზიდან არის. აი ეს ღილაკით, დაკეტვის ღილაკით, ესეც მე-7 სერიის არის, ნუ BMW არის. რა თქმა უნდა, აი ეს როგორი ლამაზად არის გაკეთებული ყველაფერი, აი ეს ნიკელის ხარისხიანი დეტალები. აქ გვაქვს პატარა სათავსო, თავის კლუჩები მოყვება. აქეთ დიდი სათავსო გვაქვს, რომელშიც ბევრი რაღაცა ყრია. აი ეს ქეჩები, როგორ ლამაზად და ხარისხიანად არის ყველაფერი გაკეთებული. ესეთ რაღაცას ახალ მანქანებში ვერასდროს ვეღარ ნახავთ. აქეთ დამცველების ბუდი აქვს. ესე ღილაკის დაჭერით დაიხურება საბარგული. მოდით ახლა გადავინაცვლოთ კაპოტში, ავხადოთ კაპოტი და ვნახოთ ძრავის დეტალები. ყველაზე მაგრა იღება ამ მანქანის კაპოტი. აი მას მიაჭერ და თავისით მიდის ეგრევე. აქ გვაქვს როგორც გითხარით, წეგან 12 ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავი, რომელსაც აქვს 720 ნიუტონი და 460 ცხენისძალა. ეს არის 6-დან 0 იყო 12 ცილინდრი BMW-ში, მერე აიღეს და კუბატურა გაზარდეს 6.75 ლიტრის არის ეს ძრავი. ძალიან ლამაზად გამოიყურება. ძალიან ეფექტური არის, რო შეხედავ რაღაცა განსხვავებული არის ყველაფერი. მე-7 სერიაში ესეთი ლამაზი არ არის ეს მოტორი, აქ მაგარი. აქ აწერია ძრავის კოდი, წეგანაც გითხარით, N73B68A მოდელი არის ეს. ანუ თავის ვინ კოდი და ყველაფერი. ნუ აქ დანარჩენი ყველაფერი ეს დეტალები სულ BMW არის, ელექტროობა, ABS-ი, რაც კი რამე არსებობს, ეს წყლის გამანაწილებელი ყველაფერი არის მე-7 სერია და ისეთი განსაკუთრებული აქ არაფერი არ აქვს, გარდა ძრავის. ეს ძრავი რომ მე-7 სერიაში ყოფილიყო, ძალიან მაგარი იქნებოდა იქაც. ამ კუბატურით. მოდი ახლა გადავინაცვლოთ სალონში, რაც ყველაზე მთავარია და ყველაზე საინტერესოა. ეს ყველაზე მაგარი არის, ეს უკანა კარები ესე პირიქით რო եղება. აი, როგორი ლამაზი ტყავი არის, როგორი ხარისხიანი ტყავი არის. ხეც, როგორი ლამაზია ორფერში აქვს ხე, მუქი და ღია ფერის. აი აქ ჯდომა არის რაღაცა საოცრება. ისეთი რბილი სავარძელი აქვს, რომ რავი, ესეთ რბილ სავარძელში მე არასდროს არ ვარ ნაჯდომი. ბევრ მანქანაში ვარ ნაჯდომი, მაგრამ ესე რბილად რამე მოდელზე არ ვждარ. საოცრება არის. ძალიან მაგარია, ძალიან ლამაზ ფერებში არის. რაც ყველაზე მთავარია, აი აქ კნოპკა მაქვს, ესე დავაჭერ და კარები იხურება თავისით. ესე ძალიან მაგარი ნავაროტკა არის, იმიტომ რომ ესე კარების დახურვა ცოტა ძნელი არის და ესე რომ დაждები მარტივად ესე მიაჭერ და დაიკეტება თავისით. აქ გვაქვს საფერფლე თავის როგორი ორიგინალური
ზაჟიგალკა არის სანთებელა რუსულ სიტყვებზე ხა გვაგინებენ მე აქ გვაქვს მონიტორები აგერ გვაქვს ერთი მონიტორი იქით გვაქვს მეორე მონიტორი ესე გაშლი და მონიტორები ამოდის აქედან მართავ მაგნიტოფონს და ეგეთ რაღაცეებს გავკეტოთ აქ გვაქვს ზევით უკანა მხრით განათება ყველაზე მაგარი არის ეს ხელის მოსაკიდი ძალიან ორიგინალური არის ესე ჩამოდის და ეკაჩები აქეთ გვაქვს ხელის დასადები აუ რა მაგრა გადმოვიდა შეხედე მოდი აქ ესე ბერკეტი გამოქაჩავ და აქაც უკანის ვარ გამოჩდეს ნახე როგორ მოყვება ეგრევე აი ეს ხარისხი ძმაო ხარისხი ეხა რაც შეეხება ხელის დასადებს ეკონომიკა აქ დააჭერ და ესეთი გამოდის მაგნიტოფონის მართვის პულტი ჯოისტიკი აქ ტელეფონის ამ ჯოისტიკით მართავ ამ მონიტორებს წეგარო გაჩვენებთ ესე გაწევ და აქ მონიტორია და აქედან მართავ ყველაფერს გადახვალ გადმოხვალ მუსიკას რაღაცას რადიოს გადართავ ჩართავ რაღაცეებს და ეს რო დღეს გაჩვენებთ ამათ ეს გასაკვირი არ არის იმიტომ რომ 2026 წელია და ეს მანქანა არის 2006 წლიანი და 2006 წელში ეს იყო სერიოზული მიღწევა და ნავაროდკა რაც შეეხება აი ხარისხს აი ყველაფერი ყველანაირი დეტალი აი ეს ვერცხლისფერი ნიკელის შპილკები რაღაცები აი ყველაფერი არის როგორი ხარისხიანი იცი აი რავი მე დიდი ხანი ესეთი ხარისხიანი მანქანა არ მინახია და არ შემხვედრია ანუ ახალი მანქანები ხო საერთოდ ვაფშე კატასტროფა არის ვაფშე ხარისხი აღარ არის აი ეს ჭერიც ორნაირი ჭერი აქ დახვრეტილი ტყავით არის აქ თლიანი ტყავით არის თან ყველაფერი არის აი ძალიან ხარისხიანი აი აქ Rolls-Royce-ის ლოგოები უკანა სიდენიაზე აი აქ ჯდომა აი აქ არის აი სასწაული რა აი უკან აგერ რამხელა სარკე გვაქვს თავის განათებით აქ სარკე აქ აქ სარკეს ჩახედო ცოტა რთული არის აი რაც შეეხება ყველა მანქანას ეს სავარძელს უკანა მხარე პლასმასი რო აქვს და რაღაცა უხარისხო რო არის აი ამასაც როგორი ლამაზი და როგორი ტყავი აქ აქ გვაქვს ესეთი მაგიდა შეგვიძლია აქ მაგიდაზე დავდოთ ლეპტოპი დავდოთ მაგალითად რაღაცა ყავა დავლიოთ ჩაი დავლიოთ და გამოვიყენოთ რამეს თუ დაგჭირდება აქ გვაქვს სათავსო როგორი ლამაზია ნახე ესეც აი ეს დეტალებიც აი ესეც რო ნიკელის არის ხო ელემენტარული არის ხო არ ჩანს მაინც რო ნიკელი და ხარისხი არის რა აი ესეთი მაგარი მანქანა აი აქ პლუს აი ქვედა მხარე აი ეს სალასკები სიდენის სალასკები აი აქაც კი ნიკელია და აქაც კი ხარისხია აი დაბლა ფეხებში ჰაერს რო უბერავს ეგეც კი ნიკელია იმდენად ხარისხზე არის გათვლილი ეს მანქანა რაც ყველაზე მთავარია აი ეს ნოხები ქვედა ქეჩები რა აი ეს თუ არ შეეხე ესე სიტყვით ვერ აგიღწევთ როგორი ფაფუკი და როგორი რბილი არის ამაზე ფეხის დადება რავი ტეხავს უბრალოდ ეს შემოხვიდე და ფეხი დადო ეს როგორი თემა ეს სახში რო შეხვალ და ფეხზე რო და გაიხადო და ბოტასებით არ უნდა შეხვიდე ისე არის აქ უნდა რო შემოდიხარ ამ მანქანაში და გაიხადო ფეხს და ისე უნდა შემოხვიდე ისე უნდა დადო აქ ფეხები ისეთი დიდრულია და ისეთი მაგარია აი ეს რუჩკები აი ესე აქაც კი ნიკელი აქვს რა ყველგან ნიკელი აქვს და ყველგან ხარისხი აქვს რა ჩამოსაკიდებები და ასე შემდეგ. აი აქ შეხედე, აი აქ. უბრალოდ კარის საკეტი არის ესეც კი ნიკელი არის. იმდენად ხარისხი არის. აი ეს ღილაკები. ხო ვითომ მე-7 სერიაა, მაგრამ ეს ღილაკები მე-7 სერიას ესეთი არა აქვს და ეს სხვა არის. ორმაგი შუშები გვაქვს აგერ, აი, რამსისკე შუშებია. აი ეს აქ განათება აქვს ამასაც. ღამე რო ჩართავ ფარებს, აქაც ანათებს რომ რუჩკა იპოვო ღამე. ისეთი მაგარია. აუდიო სისტემა, ლექსიკონის აუდიო სისტემა აქვს, ეგ BMW-ს არც ერთ მოდელს არა აქვს, მარტო Rolls-Royce-ს არის შექმნილი და ძალიან მაგარი ხმა აქვს 2006 წლიან მანქანას. ყველაზე მაგარი კიდე Rolls-Royce-ის მუღამი რაც არის, ეს არის Kolga. აი აქ აი ბოლტებიც რო ნიკელის არის შეხედეთ. Kolga არის აგერ დავაჭერთ, გამოვიდა. აი ეს არის Rolls-Royce-ის Kolga. აღარ გავშლი ხა რა აზრი აქვს ორივე მხარეს აქვს ეს Kolga სერიოზული ქარია ესე იმალება აქ Kolga კარებში ამო ხა იქით მხარეს მივიდეთ წინ ნახოთ ნუ ეს არის წინა მარჯვენა მხარე აქაც ყველაფერი ნიკელში აი ეგ ნახეთ აი
ყველაფერი ნიკელი და ხარისხიანი რო არის. აი აქ ჯდომაც, აი საოცრება არის, ეს ქეჩები ხო ვაფშე სასწაული არის. არ მინდა ფეხები რო დავდო და გავაჭუჭყიანო. აქ გვაქვს ერთი სათავსო, მეორე სათავსო. აქ ფანტომი აწერია, ძალიან ლამაზად. ესენი არის, აქაც ეს ფეჩის ჰაერის გამხსნელი დამკეტები არის, ნიკელის. აქ გვაქვს ერთი სათავსო. აქედან გვაქვს საბარგულის გაღება დაკეტვა, ეს ავტომატურად ამოვიდეს თუ არა ლოგო. აქედან შეგვიძლია აგერ დავაჭიროთ, ჩაიწევა, დავაჭერ, ამოიწევა. აქ ავტომატურზე რო არის დაყენებული გაღება დაკეტვის, მანქანის გაღება დაკეტვის დროს ავტომატურად ამოიწევა და ჩაიწევა. მანუალზე თუ დავაყენებთ, როგორც დავტოვებთ, ისე დარჩება. ჩაწეულს დავტოვებთ, ჩაწეული იქნება, ამოწეულს დავტოვებთ, ამოწეული იქნება. ამიტომ ავტომატურზე იყოს და თავისით გაღება დაკეტვაზე ამოიწევა, ჩაიწევა. აქედან საათის დაყენება და ეს საბარგულის გაღება დაკეტვა არის. აქ გვაქვს კიდე მეორე სათავსო. ეგრეთ წოდებული ბარდაჩოკი, ხელთათვანების ყუთი, სადაც აქ ჩეინჯერი, დისკების ჩასადები. ცოტა ცუდ ადგილას აქ, უნდა დაიხარო რომ. აგერ არის 6 დისკიანი BMW-ს. 6 დისკიანი BMW-ს ჩეინჯერი made in Japan, ძმაო. იაპონური გამოშვება არის. ესე იდება აქ ჩეინჯერი. აქეთაც გვაქვს პატარა სათავსო, თავის რაღაცა ბავშვი მოვიდა. აქეთ გვაქვს ღილაკი სიდენის გათბობის. რაც თავარია, ყველაზე მაგარი სილამაზე არის ეს სიდენის გაწევ-გამოწევის ღილაკები. აი აქ გვაქვს, ამ სათავსოში გვაქვს აგერ. აქ რო ავხდით, აი რა მაგარი ჯოისტიკი აქვს. ავირჩევთ რომ რისი გაწევა გვინდა, მაგალითად ზურგის, ამითი მივაჭერთ, ავწევთ, დავწევთ, მაგალითად ქვედა მხარე გაიწევა, გამოიწევა, აიწევა, ჩამოიწევა დაბლა რა. და ძალიან ლამაზი ბერკეტები აქვს. ძალიან ლამაზად გამოიყურება, ორიგინალური არის. ხო შეიძლება მე-7 სერიაშიც გაიკეთებინათ ესეთი სილამაზე, მაგრამ არა, ეს სხვა დონე და სხვა ხარისხი არის რა. მაგიტომაც ღირდა ეს მანქანა რო გამოვიდა 470,000 თუ სწორად მახსოვს რა იმ დროისთვის. აქეთ გვაქვს მეორე სათავსო. აქ ტელეფონი იდება და რაღაცების ჩადება შეგვიძლია ამ სათავსოში. აქ გვაქვს აგერ ესეც როგორი ორიგინალურია, ეს დააჭერდა. აქედან ამას ესე რომ დავაჭერთ, გამოდის ესე მულტიმედიის მართვის კონტროლერი, რაც მართავს მულტიმედიას. აგერ არის მულტიმედია, აქედან ეგრევე ჩანს რომ უკვე ეს მე-7 სერია არის. ოდნავ შეცვლილია დიზაინი, მაგრამ საერთო ჯამში თითქმის ყველაფერი იგივეა. რაც შეეხება ამის მონიტორს, პატარა მონიტორი გააკეთეს S65-თან შედარებით, იმიტომ რომ ამის დიზაინში რო ჩამჯდარიყო მონიტორი და დიდი არ ყოფილიყო, გააკეთეს ახალი მონიტორი, უფრო პატარა მონიტორი რა და არ შეცვალეს დიზაინი ტორპედოს. დარჩა კლასიკური Rolls-Royce. აი ეს ჰაერის დამბერები, ესეც ნიკელია, ესეც ძალიან მაგარი ხარისხია და რავი ძალიან მაგრა მომწონს. რამდენი ხანია ვეძებ, გულით ვეძებ თან რაღაცა პლასმასი უხარისხო რო ვიპოვო და ჯერ მე ეგეთი რაღაცა ვერაფერი ვერ ვიპოვე. ყველაფერი არის ხარისხიანი. საინტერესოა ახალ Rolls-Royce რო გადავიღებ, თუ იქნება იქ რამე ეგეთი უხარისხო და ესეთი ხარისხი თუ იქნება შენარჩუნებული. ეხლა რაც შეეხება აქ გვაქვს ფეჩის ამას როგორც ცოტა სტრანი ფეჩი აქვს, იმიტომ რომ აქ ზედა ჰაერის დამბერების ტემპერატურა, აქ ქვედა ტემპერატურა, 3 ჩამრთველი აქვს. 1, 2 და 3. ეს არის აქეთ მხარე, ეს არის იქით მხარე და ეს არის ზედა მხარეს როგორ დაუბეროს. აქაც აი low, medium, high, maxi. აი 3 სხვადასხვა ცალ-ცალკე მართავს ყველაფერს რა. S65-ში ხო, ეგ არ არის. აქ გვაქვს კიდე ერთი სათავსო. აქ გვაქვს ტელეფონის კნოპკები. S65-ს რომ მიაჭერ, ცალკე კნოპკები გამოდის, თუ გახსოვთ, ესე ამ ადგილას აქ მიაჭერ და ესე კნოპკები გამოდის და აქ გვაქვს სათავსო თავის კნოპკებთან ერთად. ეს არის მაგნიტოფონი მულტიმედიის მართვა. აქ ეს არის მთავარი. ეს ღილაკებიც კი აგერ აი მაგნიტოფონის ღილაკებიც კი არის ნიკელის და ხარისხიანი. როგორი მაგარია. აქაც გვაქვს ესეც ყავის ულამაზესი და უმაგრესი ხარისხით, აი შეკერვა ნახეთ, აი ძაფის ზოლი, როგორ ზუსტად და სისწორეში მიდის. ახალ მანქანებს რო აქვს ესე რომ დაყვება, ეს იმ დღეს რო გადავიღეთ. ერთი ვითომ მაგარი მანქანა და მაგარი ხარისხიანი მანქანა, მაგრამ ზოლებიც რო
არასწორად დაყვებოდა რა. ეგერ არის საოცრება. აქაც გვაქვს ზევით განათება. აქ გვაქვს 3 ღილაკი. ერთი არის საბარგულის ახდა, მეორე არის პადუშკების აწევ-დაწევა, ელექტროპადუშკები აქ ამას ჰაერზე აქვს და იწევა ზევით ქვევით და პარკინგ კონტროლის ჩართვა გამორთვა რა. ნუ ეს უკვე ეს განათებებია ჩვეულებრივი. აქეთ ეს ვანათებთ. დანარჩენი აქ ისეთი არაფერი არა. აი ეს გვერდითა ესეც კითხავი არის. ყველას რო თითქმის პლასმასი აქვს ახალ მოდელებს და დერმატინი. აქ არის ტყავი. ყველაფერი იდეალურად არის შეკერილი. ეს ტორპედოც კითხავის გვაქვს. 2006 წლიანი მანქანა არის. რამდენი ხანია მზეზე ნაყენები, ხო, ესეც 115000 კილომეტრია გავლილი და აგერ შეხედეთ ტყავის ხარისხს. არც გაბერილი არის, არც ამძვრალი არის და ფორმაც კი არ აქვს შეცვლილი. ახალ მანქანებს რო მზეზე გააჩერებდა ეგრევე ძრება და ნადგურდება. ხო შეიძლება ამ ხარისხზე გაყოლოდნენ და ეს ხარისხი დაეცვათ ისევ ისე. მაგრამ არა, აქ რაღაც ღილაკი ვიპოვე. აუ, ბიჭო, აქაც უბერავს. ნახე, ფეჩი. აქ ბაზარია. აქედან გადაართავ და აქაც კი უბერავს ფეჩი. რა მაგარია. აქაც აქ, ნახე. ვახჩიმი. ნახე რა მხელა. მე ესეც ხელა ჰაერს უბერავს, ათბობს აქაურობას. ეხა მოდი გადავიდეთ ძღოლის ადგილზე. გამარჯობა. ჯიგარი ხარ? მერე გადაგიღებს და გამოგიგზავნის. უთხარი სად გამოგიგზავნოს და გამოგიგზავნის. ჰა? საბა. გადაგვიღე სურათი და გაუგზავნე მე. სარკეები არ გვითქვია, რა მაგარი ფორმა აქვს სარკეებზე. აი, სარკის კანტიც. აი, ესეც კი ნიკელის აქვს და ესეც კი ხარისხი არის. კარებები, ძიმე კარებები, აქ იმიტომ დიდი კარებებია და მასიური არის. ყველაფერი ახაც ყავში და სილამაზეში არის. კარების შემწოვი, რა თქმა უნდა, აქვს, იმიტომ Rolls-Royce-ია. ამის გარეშე ხო არ იქნებოდა. ეხა რაც თავარია, ძღოლის ადგილი. რული ძალიან ორიგინალური არის, ძალიან ლამაზი არის. ესეც როგორ ლამაზად ხეში და ნიკელებშია გაწყობილი. თხელი წვრილი რული აქვს, ახალ მანქანებს თხელი რული რო აქვს, ამას ცოტა თხელი რული აქვს, ძალიან რბილი საჭი აქვს, რაც თავარია და ძალიან კომფორტული საჭი აქვს. აქეთ გვაქვს ფარების ჩამთველი, გამორთველი ბერკეტები, როგორი ორიგინალური ბერკეტები, ავტომატური ეს ჩართვა გამორთვა. ეს არის უკანა სანისლეები, ეს სატრიალო არის პანელის განათებისთვის. ნუ ეს აგერ არის ვინც ერკვევით მე-7 სერიის გასაღები ზუსტად იგივეა, უბრალოდ ეს დიზაინია შეცვლილი და Rolls-Royce-ის ზნაკი აქვს. დანარჩენი დიზაინშია ეს ფორმა იგივე აქვს მე-7 სერიას. BMW-ს ყოველთვის მარჯვენა მხრიდან აქვს დასაქონკი და გასაღების შესარჭობი, Rolls-Royce კიდე აქეთ მარცხენა მხარეს გვაქვს, ესე უნდა შევარჭოთ და ამ ღილაკით ესე იქოქება. დაიქოქა, როგორი მაგარი ხმით იქოქება. იქედან მოდი კიდე ესეც, ჯერ ერთ წამით აი ესეც ღილაკებიც, აი ეს სარკის ღილაკებიც, როგორი ლამაზია ესეც. კნოპკები, ყველაფერი ძალიან იდეალურია. ძალიან ლამაზია და ძალიან გამორჩეულია დიზაინში. კიტვინი წავიღე ამდენი დეტალების ლაპარაკით, მაგრამ აი ეს რულის ამწევ-დამწევი მექანიზმიც. აი ესეც როგორი ლამაზი ბერკეტია. BMW-ს ყოველთვის მარცხენა მხარეს აქვს ეს რულის ამწევ-დამწევი მექანიზმი რა, ღილაკი, ამას მარჯვენა მხარეს აქვს და როგორი ლამაზია. ეს ჩამრთველი დორნიკების სკაროპკის რიჩაგი და ესენიც როგორი ორიგინალური და ლამაზია, სხვანაირი დიზაინია BMW-სგან განსხვავებით. მოკლედ ეს Rolls-Royce-ია და ეს ყველაფერი იმიტომ გაკეთდა, რომ იყოს გამორჩეული და სხვა. რაც შეეხება ეს გადამთველი, სიჩქარის გადამთველის ბერკეტია, აქედან აქ ესე ჩამოწევ, აქ გაჩვენებს, აი პარკინგში რო არის, აქ პეწერია, აქვე გვაქვს მაჩვენებელი, ეს D-ში ჩამოვაგდებ, D არის, ზადნიში რო ჩავაგდებ, აგერ R-ი ეწერება რა. ესეც რაღაცა უცხოარი და ორიგინალური არის. რაც შეეხება პარკინგი გავჩვენოთ, ამ პარკინგის გასწიში.
სიგნალებს, აი აქ აგერახატია, ესე დააჭერდა. აი, აქედან ასიგნალებს. ეს მაგნიტოფონის გადამთვალები არის, აქ ხმის ასაწევ დასაწევი არის. აი აქ გვაქვს კაროვკის პანიჟენია, უშულად რო ვთქვათ. low. აქეთ გვაქვს წყლის მაჩვენებელი, ბენზინის მაჩვენებელი, ეს სიჩქარის მაჩვენებელი და აქ გვაქვს power reserve-ის ძალის რეზერვი, რამდენი არის იმ სიარულის დროს. მაგალითად, ბოლომდე რო ვაჭერ, ეს რეზერვი ჩამოდის აქ დაბლა და მაგხელა მაგდენ ძალას იყენებს. ეს ყველა მანქანას ტახომეტრი რო აქვს, Rolls-Royce-მა მოიფიქრა სხვა მოდელი და გააკეთა, რამდენი ძალა გაქვს დარჩენილი იმ მომენტისთვის. მაგალითად, გაზს რო დააჭერ, ნახევარ გაზზე შეიძლება დადგეს 40%-ზე, 50%-ზე და ეგ ნიშნავს იმას, რომ 40% გაქვს კიდე ძალის დარჩენილი. რაც უფრო მეტს დააჭერ, უფრო მეტზე ჩამოდის და უფრო მეტი პროცენტულობა იკლებს. იმიტომ ეხლა ჩვენ იზღა დაგვჩენია Rolls-Royce-ის აჩქარება გავზომოთ. როგორ უწერია, ნახოთ და რამდენში აჩქარდება. 0-100 უწერია 5-9 100-200 არ უწერია, იმიტომ რომ Rolls-Royce 100-200 არავინ არ ზომავს, გარდა ჩემისა. შემხვდა რამოდენიმე კომენტარი, რომ მაგ მანქანას რატო აჩქარებ, რატო ზომავ 100-200-ს. კი, გეთანხმები, Rolls-Royce სამაგისო არ არის, მაგრამ ჩემი სტილი არის და ამ გადაცემის სტილი არის, ყველა მანქანა ვნახოთ რა დროში ჩქარდება. არის თუ არ არის ეს მანქანა სამაგისოდ, ჩვენ მაინც არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს რეალური აჩქარება და მინდა ეს ყველაფერი მოგაწოდოთ თქვენ, რომ თქვენც იცოდეთ Rolls-Royce 100-200 რა დრო აქვს Rolls-Royce. ამიტომ წავედეთ და ერთად გავზომოთ. აი ამ მანქანით სიარული არის უდიდესი ბედნიერება. აი არაფერი რო არ გაწუხებს, არაფერი ხმა რო არ შემოდის და აი სხვა სამყაროში ხარ რა. ეგ არის მე-7 სერია არის, ეგ ზუსტად აი მე-7 სერიით ორმაგი შუშები და დადიხარ, ძველ მოდელზე ვიძახი ოღონდ რა. აი სხვა სამყაროში ხარ და ეს უფრო მაგარი არის, იმიტომ რომ ორმაგი შუშები აქვს, ამასაც ხმის იზოლაცია აქვს, აი რა სასწაული. აი ამ მანქანის სიარული არის ძალიან სასიამოვნო. და ძალიან კომფორტული. ძალიან რბილია, ძალიან ჩუმია. აი მეც ლაპარაკითაც ჩუმად ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ავტომატურად რაღაცა ხმა რო შემოდის და ხმა მაღალი ხმა არის გარედან შემოსული. შენც ავტომატურად ხმას უმატებ და ხმა მაღლა ლაპარაკობ და წყნარა ჩვიდად ვლაპარაკობ. ამ მანქანით ოდადი ხარ სიწყნარში და სიმშვიდეში ხარ. ძალიან მაგარი მანქანაა. დრაგი გვიდეს, მაგრამ არც მაქვს სურვილი რომ დავაჭირო და გავზომო. მაგრამ აუცილებელია უნდა გავზომოთ, სხვანაირად არ არის. ჯერ გავიაროთ შევიგზნოთ ის ემოცია, რასაც გვაძლევს ეს მანქანა ნელა სიარულით, რისთვისაც არის ეს მანქანა გათვლილი და შემდეგ გავზომოთ აჩქარება 0-100-100-200. ჩვენ ავტობანზე აქ ხო ის არის პატარა ტალღები, ყველა გეცოდინებათ სპორტული მანქანით. დადიხარ, აი ესე ხტუნაობს სულ მანქანა. იდეალურად სწორი ავტობანი არ გვაქვს წეროვანში რა და ამ მანქანას სულ ფეხებზე კიდე არ აინტერესებს. სულ ერთნაირად მიდის, ყლაპავს ყველაფერს, ჭამს ყველანაირ ცუდ გზას. ვაფშე არ ირხევა მანქანა რა. ძალიან მაგარი მანქანაა და აი ძალიან მაგარი სატარებელი მანქანაა. რაც თავარია ყველა ვინც კი გაგვესებს, ყველა ჩვენ გვიყურებს, ყველა იყურება, მაგრამ მე რომ იყურებ, მგონი ვარ ვიღაცა დაქირავებული მძღოლი. ხელფასზე რომ მუშაობენ. საოცარი სიარული აქ, აი რა ვიცი, რა მაიბახი, ის მაიბახი. არ ვიცი, ძველ მაიბახს თუ ვინმე შემოგთავაზებთ, კი ბატონო, იმიტომ რომ ჩემი აზრით ძველი მაიბახიც ესეთივე მაგარი იქნება, ვიდრე ახალი მაიბახი რა და თუ ვინმე ხავთ ძველი მაიბახი, ამ წლოვანების და ამის კონკურენტი შემოგთავაზებთ, იმასაც გავტესავ და შევადარებთ ამ მანქანას. ეს მანქანა არის საოცრები. რაც თავარი ეს მანქანა დამავიწყდა, მე თქვა იყიდება. იდეალურ მდგომარეობაშია. თუ ვინმე სამე დაგაინტერესებთ ამ მანქანის შეძენა, შემეხმიანეთ და პატრონის კოორდინატებს მოგცემთ. აი ხა ოდნავ მიჭირავს გაზზე და აი power reserve დგას 90%-ზე. მაგალითად რო დავაჭერ ბოლომდე, აი ჩამოვიდა დაბლა და აი როგორი სიჩუმეა მაინც სალონში. ქალაქში სასიარულოთაც აი ძალიან მაგარი მანქანა, უბრალოდ დიდი არის რა. პატარა ქუჩებზე და რაღაცაზე ცოტა რთული არის, მაგრამ მაინც მაგარი სატარებელია. ჩემ სამსახურში ეს მანქანა რო დავასერვისეთ, რაღაცა კილომეტრაჟის სერვისი რაც უწევდა, წვრმა რაღაცეები, მეყენა S65-ის
მეშვიდე სერია long version 760 long version. იმის გვერდზე რო დავაყენეთ ეს მანქანა იმ ხელა სხვაობა იყო სიგრძეში რომ ის რაღაცა პატარა მანქანად აღიქვებოდა Kinder Surprise-ის მანქანა იყო ისეთი პატარა იყო და იმ დროისთვის 5 და 500 იყო თუ სწორად მახსოვს იმ მანქანების სიგრძე 5 და 25 იმ მანქანების სიგრძე როგორც მახსოვს 5 და 25 იყო სიგრძე long version-ის და ეს არის 5 და 8 ამიტომ ბევრად გრძელი არის თან ეს მოკლე ვერსია კიდევ ერთხელ გეტყვით არ დაგავიწყდეთ ეგ არის ხარისხი და ეგ არის პრესტიჟი ამ მანქანის რო ვაფშე გამორჩეული და განსაკუთრებული მოდელია ძალიან დიდი ხარისხით და მატერიალებით აწყობილი მანქანაა ჩემი აზრით ეს მანქანა არ არის ჩვეულებრივ გადაადგილების საშუალება მანქანა არ არის ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი უნდა იდგეს რა ამ მანქანით თუ დადიხარ მონუმენტით რა აი ყველა ეგრე გიყურებს რაღაცა ყველას უკვირს და არა მაგარია და ყველას რეაქცია არის სერიოზული ვინც გაივლის ყველა გიყურებს ახლაც ამიტომ ეს არის სერიოზული მანქანა რა შეეხება ამ ძრავებს და ამ ძრავების პრობლემებს ნუ მეშვიდე სერიას ვიტყვი იმიტომ რომ იგივე ძრავია მეშვიდე სერიაში ამ ძრავებს მაღალი წნევის ნასოსები აქვს მაღალი წნევის იჟექტორები აქვს რაც პრობლემა არის ხოლმე გვიან და ვისაწყავს 760-ები 12 ცილინდრიანები და დილით ცივზე გვიან რო იქოქება ტრიალებს და მე გვიან იქოქება და პერებოით იქოქება ან მაღალი წნევის ნასოსები ცლის ბენზინს ან იჟექტორები ცლის ბენზინს და ეს ყოველთვის ყურადღება მისაქცევ იმიტომ რომ მე შეიძლება მაგის გამო ძრავი გააფუჭოთ რო გავიგოთ ზუსტად მაღალი წნევის ნასოსია თუ იჟექტორია მარცხენა მხარეს კაპოტს რო ახდით ძღოლის მხარეს აქვს ორი ცალი ბაკის ვენტილაციის კლაპნები. ბაკის ვენტილაციის კლაპნებს შლანგებს რო ჩახსნით, იქ ბენზინი არ უნდა იყოს. თუ ბენზინი არის, აბრატკაში ცლის ბენზონასოსები და მიაქვს ბენზინი საჰაერო სისტემაში. მაგით მიხვდებით თუ ბენზონასოსებს პრობლემა აქვს თუ არა აქვს რა. თუ მათ სიმშრალეა და პრობლემა არ არის, ესე იგი იჟექტორი ასხავს ცილინდში და დილით რო ქოქავთ დაცლილი სისტემით იქოქება და პერებოიზე დაიქოქება. ეგეთ შემთხვევაში სვეჩს რომ მოხსნით თუ გაშავებული არის სვეჩი, ესე იგი ის იჟექტორი არ ვარგა. და ამის მაღალი წნევის ნასოსები კიდე ისეთი ფასი ღირს, კაი მანქანას იყიდეთ. ამიტომ მაგას ყურადღება მიაქციეთ ყოველთვის ამ მოტორებზე. სხვა მხრივ ეს ძრავი, რავი, გამძლეა პრობლემა არ აქვს. მუშა ძრავი არის, ძველი ძრავი არის და ისეთი რაღაც საგანგებო პრობლემები არ აქვს. საატარებლად ამ ხელაწონის მანქანის ეფექტი არ აქვს. სუბუქად დადის, რული ძალიან რბილი აქვს, კარგი სატარებელია, ვაფშე ვერ ვგზნობ რომ რაღაცა 2 ტონა 800-იანი მანქანით დავდივარ რა. ძალიან მაგარი სატარებელია და კომფორტულია რაც თავარია. კარობკა ისევ მეშვიდე სერიის კარობკა აყენია 6 HP. ცოტა ნელი არის იმიტომ რომ ეხლა რო მივეჩვიე ჩვენ 8 HP-ს და ახალ კარობკებს იმ დროისთვის ნელი კარობკა არის, მაგრამ თავის დროზე ეს მაგარი კარობკა იყო და მიღწევა იყო 6 ჩქარიანი კარობკა რო გააკეთეს და ჩვენ დღესდღეობით უკვე ეს ძველი კარობკაა და ნელი კარობკაა რა. ეგრევე რო დავაჭერ, აი ცოტა დრო ჭირდება რომ გადართოს და აზზე მოვიდეს რა. მაგრამ მე გარგის გადართვები, სიჩქარის გადართვები და რაღაცეები ძალიან რბილი აქვს და ძალიან ეფექტურად თავს სიჩქარეს ისე რომ არ გაწუხებს და გძნობა იმდენი არ აქვს რომ რაღაც სიჩქარე გადართვა. გრუბი გადართვები არ აქვს მოკლედ. ამიტომ ეხლა მოდი ეხლა გადავიდეთ უკვე გაზომვებზე, ნახოთ რა შეეხება ზამთრის საბურავები აყენია. ისეთი მოჭიდება ალბათ არ ექნება, მაგრამ Rolls-Royce-ია და არ აინტერესებს Rolls-Royce აჩქარება. უბრალოდ მე მაინტერესებს და ჩემ გამომწერებს აინტერესებს ალბათ მაგალითად Rolls-Royce როგორ ჩქარდება. ეგრე Maybach-იც გავზომეთ, JLS-ის Maybach-ი გავზომეთ და ბევრი ისეთი მანქანა გავზომეთ, ვაფშე რომ არაფერ შუაში არ იყო მაგ მანქანის 100-200 G-კლასიც გავზომეთ და უბრალოდ მე მაინტერესებს და სავარაუდოდ ჩემ გამომწერებსაც გაინტერესებთ ასე თუ ის მანქანა როგორ ჩქარდება. ხშირად მეკითხებით ხოლმე კომენტარებში რომ რითი ზომავდა როგორი მოწყობილობა ყოველთვის ვიძახი ყველა ვიდეოში არის დრაგის აპლიკაცია საიდან შეგიძლია გადმოწეროთ მაგრამ მარტო აპლიკაცია ვერ იზავს ეს არის მოწყობილობა დრაგის მოწყობილობა რის მიხედვითაც იზომება ამ მანქანის აჩქარებები
ესე იგი ჩვენ ახლა აქედან უნდა გავუჩშოთ მოცურების საწინააღმდეგო აი DSC ესე დავაჭერთ აი აქ აინთება DSC იერ გაჩვენებთ აი ესე აინთება რომ გათშულია DSC რომ აჩქარების დროს არ დაგვიბლოკოს დროსელი არ დაგვიკეტოს 0-100 უწერია 5-9-დან 6 და 1-მდე რაღაც სხვადასხვა საიტებზე 100-200 არ წერია ამიტომ ჩვენ გავარკვიოთ რა შეუძლია ამ მანქანას აუ რა იბუქსავა 60 100 აბა პირველი აჩქარება ცოტა დააგვიანა რო დავაჭირე გას რაღაცა ოდნავ წავიდა მე გაგუდა და მე აჩქარდა კი ბატონო ესე იგი 7-2 გქონდა 0-100 800 meter low satellite signal დავაკავშირო თავიდან თორე ისეთ ხოთზეა მოტორი რომ ამ ხელა წონის მანქანა მაინც ბევრი იბუქსავა ნახოთ თავიდან დავაკავშირე თავიდან და ნახოთ აბა ტორმუზ გაზის გარეშე დავძრავ რომ პირდაპირ აი იგუდება და თითქოს მერე ხსნის და მერე მიდის და ვერ მივხვდი რას აკეთებს 100 400 meter 0-100 გქონდა 6-9 ახლა თავიდან რო ვაჭერ თითქოს სხვა სიჩქარით მიდის და მერე გადმოაქვს უკან რაღაც ეგეთი შეგრძნება მაგდა აბა ერთი თითქოს მეორეთი იძურება და მერე უცებ პირველში აგდებს რაღაცა ეგეთ რაღაცას აკეთებს და ავტომატურად ეგ ცუდი დრო იქნება იმიტომ რომ მეორეთი იძურება ცადოთ კიდევ აი აქ ეს low რო გვაქვს ეგ პირველი თუ არ წაიყო აუ რა იბუქსავაჭ აი ხან აღდა პირველი დაიძრა ოღონდ ძალიან ბევრი იბუქსავა 100 7-5 ქონდა პრიკოლი მანქანა აი 400 meter 19 და 5 ქონდა 100-200 0-200 ქონდა 27 და 0-8 400 მეტრი ქონდა 15-0-8 0-100 ქონდა 7-5 ნუ ძალიან ბევრი ვიბუქსავეთ და მაგიტო კაროკა ძალიან ცუდად თავს მაღალ სიჩქარეს ძალიან ნელა თავს იმიტომ თავს ნელა რომ ეს მანქანა სამაგისოთ არ არის რომ ესე მაღალ აბაროტებზე ატარო და რაღაცა 200-ია რომ გააწურინო ბოლომდე და მაგიტომ ძველი თაობის კაროკა რო არის სხვანაირი კონფიგურაცია აქვს ამას პროგრამული და მაგიტომაც 100 არ არის გათვლილი ესე სიარულზე და მაგიტომ მუშაობს ცოტა სხვანაირად მოუტრიალე და კიდევ ერთი კარგი სტარტი მინდა რომ ბევრი არ ვაბუქსაოთ და კარგად წავიდეს რომ 0-100 რაც უწერია ესე იგი აქ low კნოპკა რო გვაქვს როცა ეს გავააქტიურე პირველით დაიძრა და მთელი 80-მდე ბუქსაობდა. low-ს გარეშე რო ვაჭერ, მეორეთი ძრავს, ოდნავ რო გადაგორდება, მერე გადმოიტანს პირველში და დიდი პაუზა აქვს და მაგიტომაც ეგ ცუდი სტარტი აქვს და ისევ და დავძრათ რომ პირდაპირ პირველი დაიძრას, ოღონდ ბევრი არ იბუქსაოს რა. ჩვენი მეგობარი არის შელისახლი, სადაც უცვლი ხოლმე ზეთებს, ჩემპირად მანქანებში, კლიენტის მანქანებში და ყველას ურჩევ ეგზეთი ჩააცხარ, იმიტომ რომ დიდი ხანია, რამოდენიმე წელია მაგზებს ხმარობ და ძალიან კმაყოფილი ვარ და ყველა ჩემ მანქანაში ეგზეთი ასხია. არ მარტო BMW-ში, სხვადასხვა მანქანებშიც, ნებისმიერ მანქანაში ყველა მანქანის ზეთი აქვს თავისი დაშვებით. ამ ძრავში კიდე მიდის 530 სიბლანტის ზეთი. ამის ზეთიც აქვს ჩვეულებრივად 12 ცილინდრიანი ძრავები თუ ყავთ, ჩვეულებრივად შეგიძლიათ მიხვიდეთ და შეარჩევენ რა ზეთიც უნდა და ჩაასხავენ თავის ფილტრიან ყველაფრიანად. მანის ფილტრები აქვთ, ჰენქსის ფილტრები აქვთ, ორიგინალი ფილტრები აქვთ, ყველაფერი კარგი აქვთ და ხარისხიანი აქვთ. ამიტომ ჩემი რეკომენდაცია არის
მიმართოთ შელის სახლს და ზეთი მან ჩაასხათ. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ Rolls-Royce-ის ქარხანამ რა მოდელებიც გამოუშვა, დაწყებიდან დღემდე 80% მაინც ექსპლუატაციაში არის და ცოცხალია და დადის. ეგაა ჩვეულებრივი ფაქტი, რაც გამოკვლეულია და დადგენილია. ამიტოა Rolls-Royce ესეთი მაგარი მანქანა, რომ უკვდავია, დადის. ადრე ეს მანქანა მაქვს გაზომილი, ოღონდ ეს პირველში არ ჩამიგდია, ლოუთი არ დამიწყია და ბევრად მაგრა იარა, 0-100, ამდენიც არ უბუქსავია. ეტყობა ეხლა რომ აცივდა და ზამთრის საბურავი აყენია, მაინც აი მეორეთი დაიწყო და პირველში გადაიტანა ისევ რა. 6-9 იყო 100, 0-100. აი გავაუმჯობესეთ 100-200, წეგან 17 გქონდა, ეხლა გვაქვს წეგან 19 გქონდა, ეხლა გვაქვს 17 და 6, ორი წამით გავაუმჯობესეთ. 0-100 6-9 გქონდა და 400 მეტრი 14 და 7, 400 მეტრიც გავაუმჯობესეთ. კარგად ვიარეთ. გაგორებულზე რომ დავაჭიროთ, უფრო კარგად წავა 100-200 სავარაუდოდ ეს მანქანა. აი ხა შევეცდები ცოტა დაბალი გაზით დავძრა რომ ბევრი არ იბუქსაოს. იმენა აზრი არა გიმდენს ბუქსაოს, გინდა დაბალი გაზით დაძარი, გინდა მაღალი გაზით დაძარი. გაკურებულები იყურებიან გვერდზე მანქანიდან რა შვებაო. აი 0-100 6 და 7-ში ჩამოვედით. ნაკლები ბუქსაობით. ნუ კაი საბურავზე, კარგად რომ მოჭიმავ, კარგად დაიძრება. ეხლა რო აღარ ტანჯოთ ეს მანქანა და ვაბუქსავოთ, ცოდო არის. სასაცილო არის ამ მანქანით ხალხი გიყურებს ეხლა რომ დავდიო და სტარტავ და ვაბუქსავოთ, გაკურებული გიყურებენ ვერ არიან დალაგებულიო. მართ არის ხართ, ვერ ვარ დალაგებული, რა ვქნა. ამიტომ ერთი-ორჯერ კიდე გავზომოთ და მე დავიდავანებოთ, ცოდო არის. ამდენი ბუქსაობით ეს მანქანა სამაგიზოთ არ არის გაკეთებული, რომ ესე სტარტო და აბუქსაო და რაღაცა 0-100 და 100-200-ების ზომა. ესე იგი ახლა ჩვენ გვინდა გაგორებულიდან გავზომოთ 100-200, წესით ყოველთვის 0-დან რო ზომავ 100-200 სხვა დრო არის და გაგორებულზე 100-დან 80-დან ვაჭერ, სულ სხვა დროს აჩვენებს ხოლმე. თუ გვექნება მაგის საშუალება რომ გავზომოთ გაგორებულიდანაც, კარგი იქნება. რაც თავარია ხა ხო ამ ხელა წონის მანქანა, ამ ხელა საბურავი, ამ ხელა დისკები აყენია. წეგან ტორმუზიც რო მომიწია, რესკი ტორმუზი დაჭერა. ნუ წონიდან გამომდინარე, კარგად გაჩერდა მანქანა რა. კარგი ტორმუზი არა და დიდი სამუხრუჭე დისკები არ აქვს. მაგრამ მაინც ეფექტური მუხრუჭი აქვს ამ ხელა წონის მანქანას. ნელა სიარულის დროს, აი ძალა რაც აქვს, ძრავს, აი პატარა ოდნავ შეეხები გას და ეგრევე გაკრავს და მიდის ძალიან მაგრა იგრძნობა გაზი და ძალიან საკმარისი ძალა აქვს ამ მანქანას. ყველაზე მთავარი რაც არის ეს შუშები, ორმაგი ხო აქვს. ამ შუშებზეც გამათბობლები აქვს, აი ზოლები თუ ჩანს, აქაც გამათბობლები აქვს და რო დაიორთქლება, ამითი შეგიძლია გააშრა. ესეც კი მოგონება არის. სავარაუდოდ ვეღარ დავაჭერთ, გაგორებულზეც რამდენი კრუგია დავდივარ, რომ ერთი რაღაცა მონაკვეთი გაიშთოს, რომ გაგორებულზე 100-200 გავზომო, მაგრამ ვერ ვზომავ, იმიტომ რომ ძალიან გადატვირთული მოძრაობაა. თუ რამე იყო შანსი გავზომავ, თუ არა და მეტრს ვეღარ შემოგთავაზებთ ამის 100-200-ის გაზომვას. რაც შეეხება დროებს, 17 წამი ქონდა 100-200, ნუ 0-დან 100-მდე, სავარაუდოდ გაგორებულზე უფრო ნაკლები ექნება, მაგრამ ამ წონისთვის და ამ ძალისთვის ძალიან მაგარი შედეგია. მაგარი აჩქარება აქვს მაინც სამხელა წონიან მანქანას. F-ი 535 რო არის N55 twin turbo, მაგის დროში დადის დაახლოებით ამხელა წონის მანქანა. კი, დიდი მოტორია, კი, ბევრი ცხენი ძალა აქვს, მაგრამ წონა 2 ტონა და 800 არის. ამიტომ მაგიტო ვადარებ იმ მანქანას, ის არის ძალიან მსუბუქი მანქანა ამასთან შედარებით და 306 ცხენი ძალა კი აქვს, მაგრამ ტურბინიანი მანქანაა და მსუბუქია და თითქმის იგივე დროში დადის.
ამიტომ ესეც დასაფასებელია ამ მანქანისთვის. როგორ დამშვიდებული და დაწყნარებული ლაპარაკობ ვინა? ეს საოცარი მანქანაა, ანუ გაწყნარებს და გამშვიდებს. ვაფშე არც კი გინდა რომ ხმამაღლა ილაპარაკო რა. აი ეს არის Rolls Royce და ეს არის სიწყნარე და სიმშვიდე, რომ წყნარად რო ხარ მანქანაში, შენც ავტომატურად წყნარად ლაპარაკობ. ჩემი თავის მიკვირს ისეთი შვიდი მანქანა არის და მეც ავტომატურად დამამშვიდა და დამაწყნარა, რომ ვაფშე სხვაგან ვარ რა. ყველას გირჩევთ ესეთი მანქანა გამოცადოთ და გაიაროთ. ისეთი მაგარი შეგრძნებები აქვს. ჩემი აზრით Rolls Royce არის აი ყველაზე დიდი დონე, რაც კი რამე ავტო ინდუსტრიაში არსებობს. ჩემი აზრით არის ეს რა. ეს არის ყველაზე მაღალი დონე და ეს უყურებს ყველა მანქანას ზევიდან. ამიტომ მინდა ნახოთ ეს ვიდეო ყველამ. გამოიწერეთ ისევ არხი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ. თუ ვინმეს ყავთ მსგავსი რამე ძველი მანქანა, დამიკავშირეთ, შევამთავაზებთ, გავსინჯავთ აუცილებლად და შევადარებთ ამ მანქანას. ამ წლოვანების მაიბახი თუ ვინმეს ყავთ ძველი S-კლასი 220-ის მაიბახი, ვაფშე სასწაული იქნება, პირდაპირ კონკურენტია და შევადარებთ პირდაპირ და ვნახავთ რით ჯობია მაიბახი ამ მოდელს. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის, დიდი მადლობა ჩვენ გენერალურ სპონსორს, შელისახს, რომ გვერდში გვიდგას და ჩვენ არხს ეხმარება განვითარებაში. დიდი მადლობა ყველას. კარგად ბრძანდებოდეთ.